ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ ჩემს ერთ-ერთ პირველ low-side ავარიას, რომელიც მოხდა ჩაქვში, კერძოდ კერალას ეროვნული პარკის მახლობლად. ვინც ნამყოფი ხართ ამ პარკში, იცით რომ მიმავალი გზა, რა თქმა უნდა, ასფალტიანია, მაგრამ არის ძალიან ბევრი მკვეთრი მოსახვევი, აღმართი, დაღმართი და გზის შუა ნაწილში მანქანების მოძრაობის გამო იკრიბება ხრეში, სილა, ღორღი, კენჭები, რაც ძალიან სრიალებს. ავარიის სიტუაცია იყო შემდეგი. მოძრაობდი უკვე უკუგზაზე, მოვდიოდი ტირელას ნაციონალური პარკიდან, რა თქმა უნდა, მარჯვენა ზოლში და საქმე იმაში იყო, რომ მოძრაობისთვის მოტოციკლეტით მქონდა სულ რაღაც მეგობრებო 30-40 სანტიმეტრი სიფართის ზოლი, იმიტომ რომ ამის გარეთ უკვე ხრეში იწყებოდა და აქეთ უკვე არხი იყო. ავარიის მომენტში იყო დაღმართი, ეს დაღმართია და მკვეთრი მოსახვევი. აქედან მოდიოდა კვადროციკლი. სიჩქარე მქონდა სადღაც 50 კმ/სთ. დაშვებული იყო 20 კმ/სთ. თავისთავად უხეში დაბრძოვა იყო ჩემი მხრიდან. როდესაც დავინახე მოსახვევი, მაშინვე დავიწყე დამუხრუჭება. მაგრამ მაღალი სიჩქარის გამო მოტოციკლეტი ცენტრიდანული ძალის ზემოქმედების ქვეშ გადააგდო ცოტა მარცხნივ და აღმოჩნდი ხრეშზე, კენჭებზე. როდესაც გადავედი ამ ღორღზე, მოტოციკლეტის უკანა საბურავი დაიბლოკა თავისთავად, რითაც ვაძლევდი პირველად ხო მუხლუს. წინას აუშვი მაშინვე, რომ ვიცოდი დავიმტრეოდი. უკანა საბურავმა გაჭედა, ანუ შედგა კენჭზე, გაჭედა დაიწყო სრიალი. და ფაქტიურად აქეთ არის მდინარე, ჩაქვის წყალი, აქ კვადროციკლი, მე აი ესე მიუსრიალებ და ამ მომენტში ვფიქრობ, სხვა გზა არ მაქვს, ხო, უნდა მივუცე წინამუხრუჭი, მაგრამ ვაპირებ წინამუხრუჭი მივუცე ძალიან სათუთად, რომ იქნებდა ამ ხრეშებს შორის ასფალტზე დაიჭიროს ჩაჭიდება და ცოტათი მაინც შევაჩერო, ან გამოვიყვანო როგორმე. მაგრამ მეგობრებო, როგორ სათუთადაც არ ვცადე, წინასაბურავიც გაიჭედა და გადმომაგდო მარჯვენა მხარეს, ხო, როგორც ეს ხდება, მემარჯვენეები ეცემიან მარჯვენა მხარეს low side-ის დროს. დავეცი და მოტოციკლეტი გაჩერდა სადღაც, რა ვიცი, 50 სანტიმეტრში კვადროციკლიდან, იმიტომ რომ კვადროციკლიც გაჩერდა, ხო, რომ დაინახა მე ესე მისკენ მოვდიოდი. მოტოციკლეტს, მე მხარი დავიზიანი ცოტა, ისეთი არაფერი, დავიჟეჟე. მოტოციკლეტს სლაიდერი ეყენა და უბრალოდ სლაიდერი გაიღუნა. თვითონ მოტოციკლი არაფერი არ მოსვლია. ეს იყო მაშინ, ეს 2016 წელი იყო, თუ არ ვწდები. Yamaha YZF 1000R 1000 კუბიანი მოტოციკლეტი. ძველი იყო, მაგრამ საკმაოდ საიმედო. მოკლედ, რისი თქმა მინდოდა მეგობრებო, ამ ავარიას საერთოდ რას ნიშნავს? დროის მოკლე მომენტში დაემთხვა ძალიან ბევრი ფაქტორი და გარემოება ერთმანეთს. გზის შუა ნაწილში ხრეში, დაღმართი, მოსახვევი, აქეთ მდინარე, შემოხვედი კვადროციკლი, ლიმიტი 20 კმ/სთ, მაგრამ ავარია გამოიწვია ჩემმა უყურადღებობამ. მაღალი სიჩქარე. აქ რომ მქონდა სიჩქარე 20 კმ/სთ, შევძლებდი დამემორჩილებინა მოტოციკლეტი და არ გადამეყვანა ხრეშზე, ხო? აი გავივლიდი ჩემს ზოლში და არ მოხდებოდა ავარია. რა თქმა უნდა, ჩემი უხეში და ტოტალური შეცდომა იყო მაღალი სიჩქარე. თავისთავად ეს პირველი ავარია იყო, ერთ-ერთი პირველი ავარია, ხო? და ამის შემდეგ მივიღე გამოცდილება უკვე ვაკონტროლებ სიჩქარეს, ვაკონტროლებ გზის ზედაპირს, ვაკონტროლებ სად ვიმყოფები, როგორი მოსახვევებია და ასე შემდეგ. რაც არ უნდა იცოდეთ, გზა, რამდენი მოსახვევის შემდეგ, მეგობრებო, შეიძლება დღეს გაიაროთ, მეორე დღეს უკვე რაღაცა ჩამოიშალოს მეწყერი და გზაზე ხრეში იყოს, ან რა ვიცი, ტალახი. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით. ეს ავარია გამოიწვია, რა თქმა უნდა, მაღალმა სიჩქარემ, რომლის შედეგადაც ცენტრიდანული ძალის ზემოქმედების ქვეშ გადამაგდო მარცხენა მხარეს. ცოტათი, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ აღმოჩენილიყავი ხრეშზე, სადაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ხო? მუხვიც მივცემდი თუ არა, ABS-ის გარეშე იყო მოტოციკლეტი და თავისთავად იყო low side-ი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი TikTok-ი, კიდე წინ ძალიან ბევრი პრაქტიკული ვიდეოები გველოდება, ხო? დავიწყებ პრაქტიკულ ვიდეოებსაც, რა თქმა უნდა, შემოგთავაზებთ ყოველივე საინტერესოს. ნახვამდის.